ამ ვიდეოთ ისევ შევეცდები დაგანახოთ აი ჩვენი არასამთავრობოების და ეგრეთ წოდებული პროევროპული ოპოზიციის სახე. ჩვენთან არსებული არასამთავრობოები უკლებლივ ყველა და აი ეს ოპოზიციაც ვინც არიან ხელისუფლებას აკრიტიკებდნენ და ერთ-ერთი მთავარი თემა ამ კრიტიკის იყო ის რომ საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო კანონი რომელიც კრძალავდა საქართველოში LGBT პროპაგანდას. ამ კანონის მიღების გამო გამოვარდნენ ქუჩაში ეს არასამთავრობოებიც, ოპოზიციაც და ევროპარლამენტარებიც და ევროპელი პოლიტიკოსებიც, მოკლედ ყველა ლანძღავდნენ და აგინებდნენ ხელისუფლებას მაგ კანონის გამო, რომ თურმე ეგ კანონი რაღაცა ცივილიზებულ სამყაროს გვაშორებდა, თურმე ეგ კანონი იყო ამ ქვეყნისთვის რაღაცა ტრაგედია, თურმე მაგ კანონი რომ მივიღეთ რაღაცა ჩვენი ლიბერალობის კი არა და ჩვენი ტოლერანტობის თემასთან კითხვის ნიშანი გაუჩნდათ თურმე ვიღაცებს, ქართველების ტოლერანტობაზე ლაპარაკობენ გერმანელები და ვიღაცები, წარმოიდგინეთ, რამხელა სიგიჟე ტრიალებდა სამყაროში, ხო? აი ეს ნაბოზრები თუ ჭეშმარიტად მაგ იდეის მსახურები იყვნენ და თუ ჭეშმარიტად იდეის გამო აკრიტიკებდნენ ხელისუფლებას და მართლა ჯეროდათ რომ ეგ კანონი იყო უკან გადადგმული ნაბიჯი და რაღაცა დიქტატორი იყო ივანიშვილი, იმიტომ რომ ეგ კანონი მიაღებინა აქ ვიღაცებს, პარლამენტს და ვიღაცებს, ხო? ეს ადამიანები მართალი ხალხი რო იყვნენ და რამე იდეას რო ემსახურებოდნენ, ესენი მართლა და პროსტა პროჭები რო არ იყვნენ, უბრალოდ ჩვეულებრივი მონები, დღეს ეგ ადამიანები ტრანსპარანტებით ხელში დადგებოდნენ ამერიკის საელჩოსთან და გააკრიტიკებდნენ ტრამპს, იმიტომ რომ ტრამპმა ამას ჩვენზე კიდე უფრო მკაცრი კანონი მიიღო და უფრო მკაცრად დაიწყო ბრძოლა აი მაგ თემებთან დაკავშირებით ამერიკაში და სამსახურებიდან დაითხოვა ეგეთი ადამიანები და დროშების გადმოკიდება აკრძალა და ოპერაციების გაკეთება და სერიოზული ბრძოლა გამოუცხადა მაგ თემას. გამოვიდნენ ეხა ის ევროპელი პოლიტიკოსები, რომლებიც მაგ კანონის გამო ჩვენ ერთ დღეში რა ქვია, ერთი ამბავს გვაწევდნენ და იგლიჯავდნენ ყველაფერს, გავიხსენოთ, ხო ეს ვიღაცები, ბორელები და ჯანდაბები გამოდიოდნენ და აი სწორედ მაგ კანონზე იკლავდნენ თავს და ძალიან როგორ თქვა, ძიმე ტექსტებს წერდნენ აქ საქართველოს ხელისუფლებას და ძალიან აღშფოთებას გამოთქვამდნენ. ეს ადამიანები ყველა დღეს არიან ჩაჯმულები, ვერც ერთის ხმას ვერ გაიგებ, რომ გამოვიდნენ და ტრამპი გააკრიტიკონ. აი ეგ არის ამათი ჭეშმარიტი სახე, რაც არიან და ვინც არიან. გინდა ეს ჩვენთან რანაგავიც არის და გინდა ის ევროპაში რანაგავიც არის. ეს ადამიანები რომ მართალი ადამიანები იყვნენ და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეს ადამიანები რომ რამე იდეას ემსახურებოდნენ და მაგ იდეის მსახურები რო ყოფილიყვნენ ჭეშმარიტად, დღეს გამოვიდოდნენ და აქცია იქნებოდათ გამართული ამერიკის საელჩოსთან და ტრამპს გააკრიტიკებდნენ. მაგრამ ეს ადამიანები ვერ არიან ის ადამიანები, რომ რამე იდეას ემსახურონ. ესენი არიან ვიღაცების შნირები, მართლა შნირები, რასაც ქვია და საიდანაც მილიონებს და მილიარდებს ურიცხავენ, იქიდან რა დავალებებსაც იღებენ, იმ დავალების შემსრულებელი ტიპები არიან. მეტი ესენი არაფერი არ არიან, არც რამე იდეას ემსახურებიან და არც საქართველოს კეთილდღეობა არ უნდათ ამათ და არც ქართველი ხალხის კარგად ყოფნა. ჩვეულებრივი, სულ გაყიდული დედამოტყნულები არიან. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ახალგაზრდა გოგო და თავმოყარეობა აქვს დაკარგული. ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ აი ამ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარეს ახალგაზრდა გოგოს ეკითხება ჟურნალისტი, რომ რამდენი სქესი არსებობსო და აი ამ ელემენტარულ კითხვაზე პასუხს ვერ ცემს. ტიპი იმდენად დაკომპლექსებულია და იმდენად დაბეჭავებულია. წარმოიდგინეთ, რომ აი ამ ელემენტარულ ჭეშმარიტებაზე ვერ ცემს პასუხს. იმდენად დაკომპლექსებულია და რაღაცა შებოჭილი და
აი ეგ არის დიქტატურა და ეგ არის მონობა და ეგ არის ყლეობა ბოდიშსხი რომ აი ეგრე მაგ მდგომარეობამდე ყავთ მიყვანილი ადამიანები იმიტომ ვერ იღებს ხმას და იმიტომ არ შეუძლია რომ თავის აზრით და რამეზე დააფიქსიროს რომ იცის რომ დედას მოუტყნავენ პატრონები დაურეკავენ და ამოაგრიჯავენ იმენას და დაიმშვიდობება იმ ასობით ათას დაფინანსებას და მილიონების რასაც ურიცხავენ სხვადასხვა ქვეყნებიდან კომუნისტებს და ტროცკებს რო ეძახიან ამათ ეგ არის და ზოგადად აი ეს ამათი ულტრალიბერალიზმი რაც არის ეგ არის ტროცკიზმიც ლენინიზმიც და კომუნიზმიც და ყველაფერი ამ ულტრალიბერალებმა მოინდომეს ყველაფრის შეცვლა და ადამიანის შეცვლა მოინდომეს და სამყაროს შეცვლა ამათ უნდათ რომ ყველგან ერთნაირი ადამიანი ყოფილიყო საქართველოშიც პაკისტანშიც და იმაშიც რავი ჯანდაბაშიც უნდათ რომ ყველგან ადამიანებს ერთი ტერმინები ყოფილიყო ყველგან აი მენეჯერი და რაღაცეები მაგალითად და აი ყველანაირი გაგებით ამ გლობალისტების ამოცანა ეგ იყო რომ სოფლიოში უნდათ მოეხდინათ ის რაც ვერ მოახდინეს კომუნისტები რომ ყველგან ერთნაირი ყოფილიყავით ადამიანები ყველგან ერთნაირი კანონები მიგვეყო ყველგან ერთი კერპი ყოლოდა, ყველგან ერთი გაგხარებოდა, ყველგან ერთი ენით გველაპარაკა და მოკლედ, აი ერთი იდეის მსახური უნდა ყოფილიყო ყველა. ვინც ამ იდეის მსახური არ იქნებოდა, აი ესეთ ადამიანებს პირდაპირ მტრად აცხადებდნენ ყველას და სწორედ ტრამპის ლიკვიდაციაც მაგიტომ უნდა და ფიცოსაც მაგიტომ ესროლეს, რომ სერიოზული წინააღმდეგობას უწევდნენ ეს ადამიანები თავიანთი პოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე. ეგ იყო კომუნიზმიც, სწორედ მეტი არაფერი და ტროცკიზმიც და ყველაფერი უბედურება, როცა უნდათ რომ ყველა ერთნაირი ყოფილიყო და ყველას ყველგან ერთნაირად მიაზროვნა და ეფიქრა. საბჭოთა საქართველოს გამოვლილი გვაქვს ჩვენ უკვე ეგ უბედურება, რომ მოსკოვში რო იწერებოდა ყველა კანონი და ყველაფერი როგორები ყოფილიყავით, რა მოგწონებოდა, რა კანონი მიგვეღო, რა გაგხარებოდა, რა არ გაგხარებოდა, ეგ ყველაფერი იწერებოდა კრემლის კაბინეტებში და ჩვენ პროსტა უნდა შეგვესრულებინა. იგივე ფუნქცია იკისრა ბრიუსელმა, იგივე უნდა ბრიუსელს და იგივე ცდილობს, რომ იქიდან რო ტნის რო გიტყნავს, რომ ეს კანონი არ მიიღო, ის კანონი მიიღე, ეს მოგეწონოს, ეს არ მოგეწონოს, იგივეა ზუსტად და ზუსტად იგივე შანტაჟს გვიწევენ, რომ თუ ამ კანონს არ მივიღებთ, იქ რაღაცას დავემშვიდობებით და თურმე რაღაც ცივილიზაციას წდებით და რაღაც სირომებს რო იძახდნენ. და ვინები ლაპარაკობენ ქართველების ტოლერანტობაზე. გადახედოთ საქართველოში თუ ოდესმე ვინმე რომელიმე ერის წარმომადგენელს ან რომელიმე აღსარებლობის მატარებელს რამე პრობლემა შექმნია და ან გეებს თუ დასდებდნენ სადმე და ცეცხლზე წვავდნენ და ან ლესბიანკებს და ან ვინმეს. ეს ყველაფერი იყო ხელოვნურად ძალით თავს მოხვეული რაღაცა სიგიჟეები. ისევ იმ თემას დაუბრუნდები და დავამთავრებ, რომ აი თუ მართალი ხალხი არიან ეს ჩვენთან ჩვენი არასამთავრობოები და ოპოზიცია და თუ მართლა რამე იდეის მსახურები არიან, გამოვიდნენ და გააკრიტიკონ ტრამპი და ტრამპის გადაწყვეტილებები. იგივეს ვიტყვი ამ პროჭევროპელებზე. ჩვენ რო ერთ ამბავს გვიტეხავდნენ, კაცი შვილმა ვერ გავედა, რომ ხმა ამოიღო და ტრამპი გაიკრიტიკებინათ აი ამ კანონთან დაკავშირებით. აი ეს არის ამათი ორმაგი სტანდარტები და ის რომ ვიძახი რომ ესენი არ არიან ესენი არიან სულ გაყიდული ხალხი ესენი არ არიან ქვეყნის თვის სიკეთის მომტანი ეს არასამთავრობოები დროზე უნდა რაღაცნაირად გაკონტროლდეს და ან დაიხუროს და ან ვაფშე გადაშენდნენ წავიდნენ თავის პატრონებთან ვინებიც საქართველოს მტრობენ იმიტომ რომ მილიონებს ურიცხავენ უცხო ქვეყნებიდან, აი ეგ ამბავი უნდა დამთავრდეს საქართველოში. და რაღაცა არასამთავრობოების თურმე არასამთავრობოები გახადეს რაღაცა ავტორიტეტები, რომ თურმე იმ ხელა ავტორიტეტი აქვს, რომელიღაცა არასამთავრობოს, რომელიც საიდანღაც კაცმარიცის, საიდან ფინანსდება,
თურმე აი მაგათი აზრი და მაგათი რაღაცა სიტყვა უნდა ჩვენ მივიღოთ როგორც რაღაცა ჭეშმარიტება და უფლება არ გვაქვს რომ არასამთავრობოების გადაწყვეტილების სისწორეში ეჭვი შევიტანოთ. აი მაგის უფლებასაც არ გვიტოვებდნენ ნეგნაბოზრები და სულ იმას იძახდნენ რომ აი არასამთავრობოები ესე იძახიან და იმიტომ თურმე ხელისუფლება ნაგავია. აი არასამთავრობოები ესე იძახიან და თურმე იმიტომ ხელისუფლება რაღაცას მიქარავს და ეგ არასამთავრობოები არის მაგათი მაგ უცხო ქვეყნების და მაგ უცხო ეგენი აფინანსებენ თვითონ ამ არასამთავრობოებს მე ვინც გამოდიან და საქართველოს აკრიტიკებენ ამ არასამთავრობოების რაღაცა მონაჩმახების გამო სინამდვილეში ეგ ადამიანები თვითონ ეგენი ავალებენ ამ არასამთავრობოებს რა უნდა თქვან რა უნდა ქნან და როგორ მოიქცნენ და აქ ეს არასამთავრობოები მაგ ამბავს ატეხავენ მერე გამოდიან და უკვე იციან წინასწარ როგორ უნდა გამოეხმაურონ ის ქვეყნები კონკრეტულ თემებს. ეგ ამბავი იყო ზუსტად აი ეს LGBT პროპაგანდის კანონთან დაკავშირებითაც დედას რო იტყნავდნენ ეს არასამთავრობოები და ერთ ამბავში რო იყვნენ და ის ევროპელებიც მერე რო ატეხეს იქიდან ამბავი და რო იგლიჯავდნენ ყველაფერს. აი ახლა გამოჩნდა მაგათი ნამდვილი სახე და ვინ არიან და რა იდეას ემსახურებიან და ვაფშე რის მსახურები არიან.